სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ძუნწი ვასვაღწევას აკეთებს. გადავირები ახლა ერენდო მეშლება. ეს შობენძაღლები სულ არ მიფხილდებიან რა. 15 კაპიკი დენი. 15 კაპიკი დენი. აი თქვენი რა გენაღლებათ რა 15 კაპიკი დენი. გაზი. 21 თეთრი გაზი. ვასო რას აკეთებ ხო კარგად ხარ? შემოდი. ბიჭო, აბაზანაში რა გინდა ამდენი ხანი? რა ხდება? ხო კარგად ხარ? შემოდი. კაცო, რას აკეთებ? გულავთ, ხო ხარჯავთ, ჩართეთ თუ სადენი არის. გაზი მოუშვით, წყალი, იგი, იგულავეთ, აგენაღლებათ. ვასო ფული გადაიხადე. ხარჯებს ითვლი ანუ? ხარჯებს ითვლი, ხარჯებს. და რა მოვიდა ბევრი ამ თვეში? დენი მოვიდა 12 ლარი. 12 ლარი თქვენ ჩავეძაღლებო დენი, როცა 12 ლარი 3 თვეზე ხოდა გადანაწილებული. ამ ოთახში ვერაფერს ვერ აჩვენეთ, ხო ახალს? არ გედიდათ ეს ოთახი. დათუნა საძინებელი მოვანგრიე. იგი პატარა ის რო ქონდა, რა ქვია, რაღაც ის სამზარეულოსაც ისიც მოვანგრიე და გავაერთიანე. ერთ ნატურას დავკიდებ, გაანათებს ეკონომია იქნება. არ არის საჭირო ყველა ოთახში ნატურა. ერთი საძინებელი ქონდა შვილო შენი და ისიც. არა ბიჭო. ექსპერტი მყავს გამოძახებული. რისი ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად ამ ხარჯებს. ვინ რომელ რამდენს ხარჯავთ? არ მაინტერესებს. რა? რისი ექსპერტიზა გააკეთოს? ყველაფრის ექსპერტიზა. ყველაფრის ექსპერტიზა აგე. შეხედე. შენ რა გონია ეხლა რომ ეს ვერ მიხვდი ხო? საპონი რო გახსნილი არის ხო? აი მამა სირცხვილი. საპონი გახსნეს, იბანავეს ამ შობენძაღლებმა და ჩადეს ისე. ვასო ხელები დავიბანე. ასე მე ბამბანერკებზე ვაკეთებდი 90-იანებში შეგვეკვენო შენ მომატყუებ მე. ხო, მაგრამ საპონი ხო იმისთვის არის რომ ხელები დავიბანო, ვასო. შენ გოგო ნორმალური თუ ხარ? რა? ხელებს იბანთ ბიჭო? მამა აბა რა ვქნათ? რატო იბანთ ხელებს? რატო? მამა ბინძური ხელებით ვიაროთ. რამდენჯერ იბანთ ხელებს? რა ვიცი, ჭამის წინ, რასაც ჭამს, იმის წინ, მერე ჭამის 3 მილიმეტრი აკლია, ზუსტად აკლია 3 მილიმეტრი. ძალიან მოდაში შემოგვიდე სისუფთავე და ტრენდშია რომ ხელები დაიბანო და სისუფთავე და რაღაცა და რაღაცა. ერთის არ ერთხი საპონი ქონდა მთელ კორპუსს 90-იანებში ჩვენ. აბა ასე იყო. და ერთი საპნით იბანდით ამ კი, ერთი საპნით ვიბანდით. ვათლიდით, ასე ჩავჭრიდით და ვიბანდით. ასეა. ეკონომია უნდა ისწავლოთ, ჩვენო ეკონომია. მაინც ერთი წუთი რა მართლა ყავს ექსპერტიზა გამოძახებული ეხლა გამოძახებული მოვა ყველაფერს დათვლის. სად, როგორ, რანაირად. დენი რამდენი დაიწვა, შამპონი რამდენი ხმარი და ყველაფერი. კი. აი გესმის დათუნა შვილო. ექსპერტიზა ყავს გამოძახებული რომ დაადგინოს ვინ რამდენი გრამი საპონი და შამპუნი იხმარა. ხო. აუ ძალიან ძუნწი კაცი ხარ რა. მე ვარ ძუნწი გოგო? კი. მე ძუნწი კი არა, მეოჯახე კაცი ვარ და შენ ხარ პლანგველი. ძუნწი ხარ, ძუნწი. ერთი მაგალითი დამისახელეთ რავი ძუნწე მე. რაში ვიძუნწე? კარგი რა მამა რა მაგალითი მაგას უნდა რა. არ გახსოვს 10 წლის რო ვიყავი, ძალით რო გამაციე, სიცხეს მისცემსო, მადა დაუქვეითდება, მიეგდება და ცოტა შეჭამსო? და ხარჯებს შეუმცირებ, ხო? მე ეკონომიაში შობენძაღლო, მე სიძუნწე გო. სიძუნწე კი არა, ეგ არის სიძუნწე, ეკონომია კი არა, ვასო. კედელთან დაგეკითხა ხოლმე დახოცავთ იცი. რა მინდა, კაცა კედელთან. დამნაშავეები გად კედელთან დაგეკითხა დაგხრიდოთ ორივე. გაუსინისოებ, ხელები ზემოთ. ხელები აწიეთ ზემოთ. იცოდე ჯობი აღიაროთ. ბოდიში გამარჯობა. ერთი წუთი მომეცადეთ. იცოდე ბონუსს გაძლევთ. აღიარეთ რომელმა მოიხმარეთ ზედმეტი შამპუნი, საპონი და ასე შემდეგ. იცოდეთ, საჯერი არ შეგიმსუბუხდებათ, უბრალოდ აღიარებაში ჩაგეთვლებათ. ნუ რაღაცას ვიზავ პროკურატურასთან ამაზე გაგიხებებ. გისმენ ჩემო მეგობარო, გისმენ. გამარჯობათ. ღია იყო კარები. დიახ. თქვენ ზარი რო გამოვიშვით, ხო ექსპერტიზის ექსპერტიზაზე ხო? რატო არ გაგომიგე, კეთ? არ იყო და სარაკის საშუალება არ იყო და მოკლედ ექსპერტიზის ბიუროდან ვარ. დიახ. ბატონი ვარ, ხო ბრძანდა? დიახ. კი ბატონო, მოკლედ ება ხელეთ ზემოთ.
დიახ. რა ხდება კონსულტებია? არა ეს დაჭირები მყავს ასე მაგიტომ დაგიბარეთ სპეციალურად თქვენ მაგიტომ მოხვედით თქვენ აუდიტი მინდა რომ ჩაატაროთ თელსახში შამპონს შობეზაღლები ჭამენ ყველაფერი მე დავიგენ მაგას სულ დიახ კი ბატონო მოკლედ შეუდგები მე ჩემს საქმეს თუ თქვენ არ მომაქციეთ ყურადღება მიბრძანეთ ყველაფერი დაანახეთ აბა ნახეთ როგორია ეს აბაზანა მან არის დუშკაბინა არის კაცო დუშკაბინა კი აი ეს რატო არ აქვს საშხავე ამას მე დუშკაბინა თუ არის რა არა იცი რა იყო მე აქ იყო ჩვეულებრივად ესა დუში მაგრამ ვასო მოხსნა ხო გააუქმა საერთოდ და აი აქ ვიბანთ თავსაც და ტანსაც და აქ ხო წარმოგიდგენიათ რა არა კომფორტულია ბანაობა და ამიტომ უცებ შვებით და აწყობს ეს რომ ცოტა წყალს ვხარჯავთ და ცოტა დენს ვხარჯავთ და ამიტომ გაგვიუქმა ის რა კარგი მეთოდია მოგეწონათ გამაგრებაში კი ბატონო მაგას ჩავინიშნე თავისნაირი ძუნწი ყავს მოყვანილი სახელმწიფო აუდიტმა და კერძო აუდიტებმა გაითვალა მოდით შემდგარ მოგამზადებ ბოდიში ეს კრია-კრიას შამპუნია კი კრია გამოდის ეს კიდე არა აი აღარ გამოდის მაგრამ აი რო გამოდიოდა იმდროინდელი გვაქვს არ ხმარობთ კი როგორ არ ხმარობთ მაგრამ რაღაც მეთოდი გვაქვს ჩვენი ვასომ გვასწავლა 10 ლიტრ წყალში ვხსნით 1 წვეთს და ისევ ბანაობთ როგორია მე შვება რამეს არაფერს არ შვება მაგრამ ამათ შინაგანი რწმენათ რომ იმათ წყალში 1 წვეთი შამპუნი ხტები რა კარგი მეთოდები გაქვთ ბატონო მომბძანეთ შვენია მომბძანეთ ეს მინდა რომ მინაუყურეთ ეს ამოვიღე ნაგვის ყუთიდან დიახ ნაგვის ყუთიდან კვილის პასტა დიახაც შეხედეთ გადაარგრეს რა ენაღლებათ უყურე შეხედეთ აქ რაც ჩება მინიმუმ 10 გახეხვა არის კი კაცო ეს მინიმუმ 10 გახეხვა ხო არის არ 12 შეიძლება რა ჩინი კი ბატონო უყურეთ შეხედე ამაუსიდითი ეს თქვენ გწოდნიათ მე რა ამაუსიდითი არ მინდა კაცო და ახლა არ მინდა ასია გენაცოლი მე უყუდრო მეთელი პანგავ კი ბატონო მაგასაც ჩავიწერ აუცილებლად ერთი წუთით შობელძაღლებო თქვენ აი ამას თუ აკლია ფისო რომელმა იხმარეთ უდრი ფისო რომელმა იხმარეთ ეს ფისო გამოდის კიდე არ გამოდის მაგრამ ჩვენ გვაქვს რაც აღარ გამოდის მე ყველაფერი მაქვს მიახაც კაცო და რა შეიყენებთ ამ ახლავი აგიხსნით უყურე ესენი რო იბანავებენ მერე გაიმშრალებენ მერე ფენი მოუნდება თუ რაღაცა მოუნდებათ მერე რა შვებია თუ იცი რა შვებია დეზოდორანტი უნდათ რომ იღლიებში შეისხანან ის ბურთულიანი უნდათ რომ გამოისვა ხდები მილიონერები გონიათ ეხლა მაგ არის ფისო აქ დათუნა რო იყო 4 თვის მაშინ პამპერსებზე ხმარობდი და იქიდან მაგ შემონახული აბადო უსი ეს ჩაყავი სოდაში ხელი ამოისი რა პრობლემაა იგივე კი ბატონო გასაგები რა დღეში დებით რა დღეში ვართ ბატონო ხელები ზემო დამნაშავეები ხართ თქვენ რა დღეში ვართ კი არა კაცო საბანაოდ რომ შემოვდივარ საყვარელს ვურეკავ და ბოლო ხმაზე ველაპარაკები რომ ვასომ წყლის მოშვების ხმა არ გაიგოს რა თქვა ამან თუ მომესმა ახლა რა თქვა ამან ახლა შენ თვითონ აღიარე ხო შენ გაიძვერა ქალო შენ უსინდისო ქალო შენ მაგას მე როგორ მიკეთებ გოგო წყალი მოუშვა ხო წყალს უშვებს ხო მოთავისპირეთ ხო არ თავისპირით ხო ბატონო მე ახლა წერაში უნდა ჩავწერდი ბატონო წყალს უშვებს კი ბატონო გასაგე ბოდიში ბატონო ვასო დიახ ამ ახალ გვილის პასტას აკლია 75 გრამი 75 გრამი აკლია აი ხელები ზემოთაჭეთ თქვენ შობელძაღლებო რომელმა გამოიყენეთ კბილის პასტა აღიარეთ ეხლა რომელმა იხმარეთ რამდენი აკლია 75 აკლია 75 როზგი მოხვდებათ იცოდი აღიარეთ რომელმა გამოიხეკეთ კბილები თქვენ შობელძაღლებო რატ დატო იხეხავთ რატო დათუნამ გამოიხეხა და მეც გამოიხეხე მაგრამ მერე აუ ხა უნდა ვაღიარო რა ვასო რა იმ დღეს ძალიან მშიოდა ვასო მერე ხო და პურზე გადაუსვი
ვილის პასტა. თხლა, თოღონ დუასო, სქელი კი არა, თხლად გადაუსვით. დამღუპა ამ შობენ. არა და ისე შევჭამე რა. თან მარწყვის რო იყო, ძალიან გემრიელი იყო, ნაკლები მენთოლი აქვს და ეგ მოიტანე ხოლმე საბავშვოები რა. გესმით, ბატონო აუდიტო. ხო, ამას უჭამია. ხო. უჭამია. პურზე წაუსვამს გენაცვალი და უჭამია. კი ბატონო, ახლა ეგ მიზეზი არ მაინტერესებს. 75 აკლია, მე ეგ მივუჩნდე. გამარჯობა, კარი იყო ღია და შემოვედი. იმზადი თქვენ ეს თქვენ დაყურე აუდიტი ხო არა? არა. მე თქვენი გვერდზე მეზობელი რო იყო, ონისე გემახსოვრება. ონისე, კი კაცო, კაი კაცი. კი, ეგ გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად და მე მაგის ბინაში ვარ ქირით, სტუდენტი ვარ მე. სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად? კი. ეტყობა უკეთესი პირობები აქვს იქ, ეტყობა დენის ფულს არ იხდის, საწოლის ფულს არ გადაეტყობა, თო ისე არ გადავიდოდა ეგ. კარგი პირობებია? სავარაუდოდ არ ვიცი ვერ გეტყვით. დიახ, აბა გისმენთ. რა მაინტერესებს ბატონო ვასო, რატო ვარ მოსული? მე თითქმის 2 თვეა უკვე აქ ცხოვრობდა. წინა თვეში მომივიდა ტენის გადასახად ლარი და 70 და ამ თვეში 2 და 25. გაზის გადასახადი მომივიდა წინა თვეში ლარი და 80, 3 და 20 მომივიდა ამ თვეში. და წყლის გადასახადი მომივიდა 2 და 18 თეთრი წინა თვეში და ამ თვეში მომივიდა 4 ლარი. ხედა? წყლის გადასახადს ბანაობას დავაბრალებდი, მაგრამ მე უკვე პირველი კურსელი ვარ და ბოლო ზარის მერე არ მიბანავია რო არ მოგატყუთ. ხო და რაშია საქმე ამ კორპუსში, რატო მოდის? ესე არათანაბრად ეს გადასახადებია. რატო ხდება ეს გეცოდინება? ეს უნდა იყოს, ჩემი შვილი, შენ კი არა, შენ კომბეძაღლო, ეს უნდა იყოს. გაიხარეთ. ეს უნდა იყოს. კარგი რა. გაიხარეთ ისე. გამარჯობა კოლეგაო, სასიამოვნოა. სასე ირაკლი ჩემი სახელი. დიახ, გისმენთ ბატონო ირაკლი. რო შემოვედი წეგა სადარბაზოში, დენის კაბელებს ეკიდა ცეცხლი. რას ამბობ? ალბათ მოკლე ჩართვა მოხდა და თუ ვინმე შეამჩნია კიდარ ეკავს სახანძროში და თუ არა და ნაკლები გადასახადი მოვა ამ თვეში რა პრობლემაა? კი, მართალი ხარ. ერთიდი თუ რა ფაილე ყვავდი. ხო, აი იწვის კი კორპუსი. ფაილე დარეკე რა სახანძროში დავრეკე? მე ხანდროში მე ვერ დავრეკავ, მე რატო დარეკე მიდი. 8-9 და 8-7-7 რო იყო იმის მერე მე თანხა ჩამირიცხავს ანგარიში მე ვერ დავვრეკე. მოიცა კაცო, ეხლა ეხლავე ერთიდი ბოდიში. 112. ხო? დავრეკავ. არეკეთ რაღაცა. გადმოვრეკავენ ახ ანგარიში არ მაქვს და. რა ანგარიში არ მაქვს? ერთიდი კაცო, რა ყველა ერთნაირი, რატო ხართ ამ კორპუსში? მოდიში ერთი. დარეკეთ მაშინ თქვენ კი ბატონო, დარეკეთ. ჰალო? რა უნდა ამ კაცს ერთი ვერ მივხვდი? მაშინ ჩემო მეგობარო, შენ ისეთი კაი კაცი შენ ხარ. სამეფო სუფრა უნდა გაგეშა. არა, უარი არ მითხრა. არ შეწუხდე რა. 10 ცალი წიწიბურის მარცვალი მაქვს. აუ, ნუ იხარჯები რა ბატონოვას. მოვხარშავ შენთვის. შენ მე 2 ცალზე მეც ვერ ჭამე. აქეთ ხანძარია, აქეთ გამოვდანი. ძალიან დიდი მადლობა. ის არის დამწვარან ცეცხლი თუთურაკები, აქეთ მომდანი. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.